პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. მიდიხართ თქვენთვის, მანქანით, არაფერი დაგირღვევიათ და უცებ პატრული გაჩერებთ. დაძაბულობა პირველივე წამებიდან იგრძნობა, ხომ? ამ განმარტებაში ზუსტად იმაზე ვისაუბრებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ კანონი თქვენს სასარგებლოდ და რატომ არის პოლიციელის ეთიკა თქვენი ყველაზე ძლიერი ფარული იარაღი. მოდით, სურათი უფრო დეტალურად წარმოვიდგინოთ. პოლიციელი მოდის თქვენი მანქანის ფანჯარასთან. არ იხსნის მუქ მზის სათვალეს, საღეჭ რეზინს ხეჭავს და ზემოდან გიყურებთ, სრულიად ქედმაღლური ტონით გელაპარაკებად. ალბათ გქონიათ ეს მომენტი, როცა თავს დაჩაგრულად გრძნობთ, რადგან თქვენს წინაშე ფორმიანი ადამიანი დგას. მაგრამ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, ნუ თუ ეს საერთოდ ნორმალურია, აქვთ მათ უფლება მზის სათვალით და ასეთი ტონით გესაუბრონ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ პასუხი ნამდვილად გაგაოცებთ. თუ პოლიციელი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ახლა აღწერეთ, გილოცავთ. მან თქვენს თვალწინ უკვე დაარღვია კანონი. დიახ, ეს არ არის უბრალოდ ცუდი მანერები, ან ოფიცრის ცუდი განწყობა. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი დარღვევა, რომლის გამოყენებაც პირდაპირ შეგიძლიათ. და რა არის თქვენი როგორც მოქალაქის საიდუმლო იარაღის სისტემის წინააღმდეგ? ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ნომერი 999. ეს რიცხვი 999 ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროთ. ის თამაშის წესებს აბსოლუტურად ცვლის თქვენს სასარგებლოდ და არის უმთავრესი დოკუმენტი პოლიციელებთან ურთიერთობისას. ეს ბრძანება ამტკიცებს პოლიციის ეთიკის კოდექსს. და აქვე მინდა მკაფიოდ თქვა, ეს არ არის უბრალოდ კეთილის სურვილების სია ან რაღაც ზრდილობის სახელმძღვანელო. არა, ეს არის მკაცრი, სავალდებულო სამართლებრივი ჩარჩო. კოდექსი ადგენს ქცევის წესებს, რომელთა დაცვაც ვალდებულებაა თითოეული პოლიციელისთვის ყველა ინტერაქციის დროს. თუ ისინი ამ წესებს არ ღვევენ, ესე იგი კანონს არ ღვევენ. სულ ეს არის. რომ არ ვიყოთ აბსტრაქტულები, პირდაპირ კოდექსის ტექსტს შევხედოთ. მუხლის 3.3 ნათლად ამბობს, რომ პოლიციელის მხრიდან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონი და ფამილიარული ტონი. ანუ კანონი პირდაპირ უკრძალავს მას, რომ ზემოდან დაყუროთ ან შეგაშინოთ. პირიქით ის ვალდებულია, რომ თავაზიანი იყოს. ახლა კი გადავიდეთ 3.5 მუხზე, რომელიც კონკრეტულ აკრძალულ ქმედებებს ეხება. და ეს იდეალურად გვაჩვენებს იმ ვიზუალურ დეტალებს, რასაც მაშინვე უნდა მიაქციოთ ყურადღება ოფიცრის მოახლოებისას. მოქალაქესთან ურთიერთობის დროს პოლიციელს კაცრად ეკრძალება, მზის სათვალის ტარება, სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი და მანქანიდან საუბარი. აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გინახავთ პოლიციელი, რომელიც სწორედ ამ აკრძალვებს არღვევს. ალბათ ახლა ფიქრობთ, მერე რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა საღეჭ რეზინს ან მუქ სათვალეს? ეს ხომ უბრალოდ წვრილმანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯარიმა გემუქრებათ. მაგრამ სინამდვილეში, ქცევის ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები თქვენი დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იცით რა არის აქ ყველაზე საინტერესო? ეს ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია. პოლიციელი, რომელიც ქუჩაში, ასე ვთქვათ, ლომია, ქედმაღალია და სათვალის უკან იმალება, მოსამართლის წინაშე სულ სხვა ადამიანად იქცევა. სასამართლო დარბაზში ის აღარ არის დომინანტი ძალა, ის უბრალოდ რიგითი, ანგარიშვალდებული მოძმეა. და მისი ეს არაეთიკური ქცევა მას სასამართლოში ძალიან მოწულად ხდის. და აი როგორ მუშაობს ეს სამართლებრივი შურდული პრაქტიკაში. ნაბიჯი პირველი, თქვენ უბრალოდ აფიქსირებთ ამ ეთიკურ დარღვევას. ნაბიჯი მეორე, საქმეში ერთვება თქვენი ადვოკატი და ამ ფაქტებს სასამართლოში წარადგენს. და ნაბიჯი მესამე, თქვენ პირდაპირ უყურებთ როგორ ქრება პოლიციელის ეწოდებული ქუჩის ზეგავლენა. სისტემა მას ვეღარ იცავს, რადგან მან თავად ვერ დაიცვა ელემენტარული სამართლებრივი სტანდარტები. და ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამ შეცდომების დაჭერა მხოლოდ თქვენი სიამაყის ამბავი არ არის. ეთიკის დარღვევა ხშირად ხდება საქმის მოგებისა და უსამართლო ჯარიმის სრულად ბათილად ცნობის მთავარი გასაღები. მოსამართლეები ხედავენ, თუ პოლიციელი ეთიკის მკაცრ წესებს არღვევს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი სხვა გადაწყვეტილებებიც უკანონოა. ახლა კი ვნახოთ, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი თქვენი დაცვის ათდღიან ვადას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გაძლევთ ზუსტად 10 დღეს ჯარიმის გასაჩივრებისთვის. ეს არის ძალიან მკაცრი ვადა. თუ ამ 10 დღიან ფანჯარას გამოტოვებთ, შანსი რომ პოლიციელის ეთიკური დარღვევები მისავე წინააღმდეგ გამოიყენოთ, უბრალოდ იკარგება. დრო ამ შემთხვევაში თქვენი მტერია, სანამ მოქმედებას არ დაიწყებთ. ამიტომ, მთავარი გზავნილი ასეთია. არასოდეს მოითმინოთ უდიერი მოპყრობა. თუ პოლიციამ ეთიკა დაარღვია და თავს დაჩაგრულად გრძნობთ, იმოქმედეთ. გახსოვდეთ, ადვოკატი ნომერი 9006 თქვენი საიმედო დაცვაა. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, რომ ასწავლოთ სისტემას თქვენი პატივისცემა. და ბოლოს, ერთ პროვოკაციულ კითხვას დაგიტოვებთ საფიქრალად. თუ სისტემა თქვენგან ითხოვს, რომ კანონი იდეალურად დაიცვათ, განაც ზუსტად იგივე არ უნდა მოსთხოვოთ იმ ფორმიან ოფიცერს, რომელიც თქვენ გაჩერებთ. იცოდეთ თქვენი უფლებები და არასოდეს დანებდეთ. მადლობა რომ მიყურეთ, შევხვდებით შემდეგ განმარტებაში.